აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მხარეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოს ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს და დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან გალობლიშვილმა ჩინელ დიპლომატს აფხაზეთიდან დევნილ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერებინა. ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს პრინციპი მნიშვნელოვანია როგორც ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდების პრინციპებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გაძლიერდება ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და ხალხთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები. სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებით ისეთ პროექტში, როგორიც არის შუა კორიდორი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მომავალი თანამშრომლობის კუთხით. მოსაზრებების გაზიარების შემდეგ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ არა მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, არამედ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა, საერთო ორმხრივი ურთიერთობები გახდება უფრო და უფრო ნაყოფიერი. ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობა 33 წლის განმავლობაში მიმდინარეობს და ამ ხნის მანძილზე მას მე ხვდა წილად, რომ პირველად მთავრობის მეთაურის ფორმატში შევხედროდი ჩინეთის ელჩს. ჩვენ ვისაუბროთ ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე. ეს არის ჯანდაცვის მიმართულება, სპორტის მიმართულება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გავმართეთ და ეს ჩვენი შეხვედრა იქნება ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის სასიკეთოდ.